მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მეორე იუნიტის მეორე ქვეთავს. შემოვედით მეორე იუნიტის მეორე ქვეთავზე, შევდივართ მესამეში, რადგან ვიცით რომ პირველი ვიდეოა მეორე კვიზი, რა თქმა უნდა ესეც შეგიძლიათ უყუროთ და კვიზიც გააკეთოთ, მაგრამ შევდივართ მესამეში, სადაც დაწერილი კოდი ხვდება და უნდა გავარჩიოთ ახლა ეს კოდი. კარგი, მოკლედ ახლა აქ რა ხდება, ესე იგი 3 წვლადი გვაქვს შექმნილი და 3 პრინტი გვაქვს დაწერილი. ცვლადი ზოგადად გაგახსენებთ, რომ ეს არის წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ყუთი, რომელშიც შეგვიძლია რაღაც შევინახოთ, ჩავაგდოთ, ხო? ამ შემთხვევაში ცვლადი არის სახელად greeting, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ყუთი არის და ამ ყუთს ქვია greeting-ი და შიგნით ჩავაგდეთ აი ეს ტექსტი. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი name, რომელშიც ჩავაგდეთ რიცხვი 3-იანი. ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი value, რომელშიც ჩავაგდეთ num ყუთში არსებული მნიშვნელობა. ანუ ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელსაც მივანიჭეთ ამ ტექსტის მნიშვნელობა, ანუ hi there. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი სახელად name, რომელიც გავუტოლეთ 3-იანს და ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი value, რომელიც გავუტოლეთ nums, ანუ ისევ 3-იანს გავუტოლდება, ხო? პრინტი გვაქვს აქ ერთხელ დაწერილი და დაიბეჭდება greeting-ი, ანუ greeting-ში არსებული მნიშვნელობა, ანუ hi there დაიბეჭდება აქ. შემდეგ მეორე პრინტი გვაქვს დაწერილი და დაიბეჭდება num ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ანუ 3-იანი და მესამე პრინტი გვაქვს დაწერილი და დაიბეჭდება value ცვლადში არსებული მნიშვნელობა და value-ც გატოლებული არის nums და num-ი თავისთავად უდრის 3-ს და ესე იგი აქ დაიბეჭდება მესამე ადგილზეც 3-იანი, ანუ hi there 3 და 3. გადავედით შემდეგზე და ვნახოთ რა გვაქვს აბა შემდეგ დავალებაში, რაც გვიმზადებენ. ესე იგი print type to print type hi. ესე იგი აქ უკვე type-ი შეგვიძლია განვიხილოთ ტიპები, ხო? ანუ ცვლადის ტიპები, მნიშვნელობები. აი ეს ტიპები არის, მაგალითად ორი არის integer ტიპი, ანუ როდესაც დავაწყებენ runs, აი აქ დაგვიბეჭდა რიცხვი 2-яნის ტიპი. ეს მიეკუთვნება integer class მიეკუთვნება. შემდეგ hi-ის ტიპი დაგვიბეჭდა, hi არის ბჭყალებში ჩასმული და ეს არის string-ი, ანუ string class მიეკუთვნება. შემდეგ ეს იმისთვის არის დაწერილი, რომ უბრალოდ გამოვყოთ, ანუ ეს ზედა ნაწილი გამოვყოთ ქვედა კოდისგან, ხო? აი ახლა სანამ ქვევით გადავალ, მანამდე მინდა რომ ზევით კიდევ რაღაც გითხრათ. შეხედეთ 2-იანი რომ ჩავსვათ ჩვენ ბჭყალებში და runs დავაჭირო, ამ შემთხვევაში ეს 2-იანიც გადაიქცევა string-ად. ანუ როდესაც უკვე რიცხვი ბჭყალებში გვაქვს ჩასმული, ეს აღიქმება უკვე როგორც string-ი, ანუ ტექსტურად აღიქმება და არა როგორც რიცხვი. კარგი, წავშალოთ ეს ბჭყალები. დავუწეროთ გვერდით წერტილი და 5 და ამ შემთხვევაში გავუშვით და აი ეს არის უკვე float class-ის. ესე იგი 2.5 არის float-ი, მთელი რიცხვები არის integer-ი, ხოლო ტექსტი არის string-ი. ანუ ნებისმიერი რამე, რასაც ბჭყალებში ჩავსვამთ, ამას პროგრამა აღიქვამს string-ად. აი 2.5-იც რომ ბჭყალებში ჩაგვესვა, ისიც string-ად აღიქმებოდა. გადავედით ახლა ქვევით, ესე იგი p ვიცით რომ მათემატიკური მუდმივა არის და 3.14-ს უდრის, ანუ ცვლადი გვაქვს აქ შექმნილი, რომელიც გატოლებული გვაქვს 3.14-ზე, ანუ p ინახავს 3.14-ს ამ რიცხვს. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც ინახავს c ასოს, უბრალოდ ამ ერთ ასოს. შემდეგ დაბეჭდილი გვაქვს type-ი, ანუ ტიპი PC და როგორც წეგან შევცვალეთ 2.5 float-ი რომ იყო აქაც მსგავსი დაწერა. ესე იგი p არის 3.14, რომელიც არის არამთელი რიცხვი და რომლის ტიპიც არის float-ი, ანუ float class-ს მიეკუთვნება. შემდეგ ქვევითაც მსგავსი არის, ესეც string-ია, იმიტომ რომ ეს ბჭყალებში გვაქვს ჩასული. აი აქაც ესეც რო ბჭყალებში შევსვათ, ამ შემთხვევაში ესეც strings დაგვიბეჭდავს. გადავედით შემდეგზე და ვნახოთ ახლა აქ რა გვაქვს დავალება. ესე იგი დავალება უბრალოდ კოდი არის დაწერილი, სადაც შემოვედით და უნდა გავარჩიოთ. ესე იგი პირველ რიგში მოდი runs დავაჭიროთ და ნახეთ, აი აქ დაგვიბეჭდა. ახლა რა დაგვიბეჭდა? ესე იგი გავყვეთ თავიდან, ცვლადი გვაქვს შექმნილი სახელად name,
რომელსაც მივანიჭეთ ეს სახელი, ანუ ეს ტექსტი შეინახა ამ ცვლადმა სახელად name-მა. შემდეგ დავბეჭდეთ ეს ტექსტი ბრჭყალებში რაც არის ჩასმული, დავბეჭდეთ ეს ტექსტი, ანუ name-ი დავბეჭდეთ ბრჭყალებში როდესაც არის ჩასმული, მაშინ უშუალოდ ის ტექსტი იბეჭდება. შემდეგ დავბეჭდეთ ეს წყვეტილი ხაზი და შემდეგ დავბეჭდეთ name-ი ბრჭყალების გარეშე, ანუ name-ს როდესაც ბრჭყალების გარეშე დავწერთ, მაშინ ცვლადში არსებული მნიშვნელობას დაგვიბეჭდავს. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, როდესაც აქ name-ი გვაქვს და წერილი ბრჭყალებში დაგვიბეჭდავს names, ხოლო როდესაც ბრჭყალების გარეშე დავწერთ, მაშინ გამოდის უკვე ცვლადის სახელი და მაშინ დაგვიბეჭდავს ცვლადში არსებულ მნიშვნელობას, ანუ აი ამ ტექსტს. აი აქ პატარა ასოთითაც რომ დავწეროთ, მაშინ აქ პატარა ასოთი დაიწერება name-ი, ხოლო აქ რომ შევცვალოთ უკვე 100, აქ რომ დიდი 100 დავწეროთ, აქ უკვე შეცდომას ამოაგდებს, იმიტომ რომ არ იცის ეს name-ი რა არის. ბრჭყალებში რომ ჩავსვათ, მაშინ დაბეჭდავს ისევ names. მაგრამ ბრჭყალების გარეშე თუ დავწერთ, მაშინ უნდა იყოს ზუსტად ცვლადის სახელი. სხვა შემთხვევაში შეცდომა არის. გავუშვათ. კარგი, ახლა აქ ისევ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც უდრის 175-ს, შემდეგ დაბეჭდილი გვაქვს ეს ტექსტი, იმიტომ რომ ბრჭყალებშია ჩასმული და დაიბეჭდა ეს ტექსტი. შემდეგ ეს წყვეტილი ხაზებიც ბრჭყალებშია ჩასმული და დაიბეჭდა ეს წყვეტილი ხაზები და შემდეგ დაბეჭდილი გვაქვს უკვე აქ ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ანუ 175 დაიბეჭდა აქ. ესე იგი, როდესაც ტექსტს ჩავსვამთ ბრჭყალებში, უშუალოდ ის ტექსტი იბეჭდება, ხოლო როდესაც ბრჭყალების გარეშე დავწერთ, მაშინ აუცილებლად ცვლადი უნდა იყოს, ანუ ცვლადსაც იგივე სახელი უნდა ჰქონდეს. 100-ს რომ შევცვალოთ, ამ შემთხვევაში შეცდომა არის უკვე და იმ ცვლადში რაც გვაქვს ჩაგდებული, ანუ რასაც გვაქვს გატოლებული ეს ცვლადი, ის დაიბეჭდება. აი აქ 175 დაიბეჭდა. შემდეგ ის წყვეტილი ხაზები აი აქ ვართ. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი კომპანი, რომელიც გატოლებული გვაქვს Google-ს, ანუ ცვლად კომპანიაში ჩაგდებული გვაქვს Google-ი, ანუ ეს ტექსტი. შემდეგ დაგვიბეჭდა ეს ტექსტი, ბრჭყალებშია ჩასმული, დაგვიბეჭდა ეს ტირეები, წყვეტილი ტირეები, რომელიც ბრჭყალებშია ჩასმული და შემდეგ დაგვიბეჭდა კომპანიაში არსებული მნიშვნელობა, ანუ აქ დაგვიბეჭდა Google-ი. იგივეა ზუსტად, ანუ რაც აქ იყო, იგივეა აქაც, იგივეა აქაც. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი. შიგნით ჩავაგდეთ აი ეს ტექსტი, დაგვიბეჭდა შემდეგ ეს ტექსტი, იმიტომ რომ ბრჭყალებშია ჩასმული და შემდეგ დაგვიბეჭდა ამ ცვლადში, ანუ ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ანუ ბოლოს დაგვიბეჭდა ეს ტექსტი და კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცვლადის სახელში არ შეიძლება იყოს space-ი, შეცდომა არის, არ შეიძლება იყოს შუა ტირე, ესეც შეცდომა არის, აუცილებლად უნდა იყოს რაიმე სხვა, მაგალითად იყენებენ, პითონში იყენებენ ქვედა ტირეს. გასაგები არის, next-ს დავაჭირეთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. აქ უკვე ჩვენ გვაქვს შესაქმნელი კოდი, ჩვენ გვაქვს დასაწერი, ესე იგი თავში უნდა დაწეროს ეს კეიშა და 100, ესე იგი უნდა შევქმნათ რაღაც ცვლადი, მაგალითად name დავარქვათ, უდრის და ბრჭყალი გავხსნათ და ამის იყო კეიშა, ხო? კეიშა. ამ ბრჭყალებში ჩავსვათ ეს. შემდეგ ჩამოვედით ქვევით, მაგალითად ცვლადი შევქმნით num, რომელიც გავუტოლეთ 100 და დავბეჭდეთ ახლა ეს ორი პრინტით, print გავხსენით ბრჭყილი და აქ დავწერეთ name და ჩამოვედით ქვევით, print და აქ დავწერეთ num. გავუშვით, დაგვიბეჭდა ეს checks დავაჭიროთ, ჩაგვითვალა, submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგ დავალებაზე და ვნახოთ ახლა რა გვაქვს შემდეგში 10, 20, 30, 80. ესე იგი, runs დავაჭირეთ, აქ რაღაც შეცდომა უნდა გამოვასწოროთ. ესე იგი, აქ ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც A-ს უდრის, შეცდომის მარტივად გამოსასწორებლად, აი, მოვნიშნეთ ეს, მთლიანად დავაკომენტარეთ, გავუშვით და აი 10-ს გვიბეჭდავს, ესე იგი, პირველ ხაზში შეცდომა არ არის. მოვნიშნეთ ახლა მოვხსენით ამას კომენტარი, გავუშვით და აქ უკვე შეცდომა არის. ახლა დავუკვირდით, A უდრის 10-ს კი ბატონო, დავბეჭდეთ A, ანუ 10. B უდრის C-ს, ანუ C საიდან მოვიდა? აქ, ანუ C მაშინ ზევით უნდა იყოს, ხო? მაშინ
აი ეს შეგვიძლია ავიტანოთ ზევით, Ctrl X, აქ ჩავსვათ და რა თქმა უნდა ამასაც მოვხსნათ კომენტარი, ესე იგი C უდრის 20, კი ბატონო, შემდეგ დაბეჭდა 20, მერე B უდრის C-ს, კი, აქ უკვე გასწორდება. ანუ 10, 20, 20. ახლა ამასაც მოვხსნათ კომენტარი. D უდრის A-ს პლუს B, ესე იგი ამ შემთხვევაში A-ც შექმნილი გვაქვს აქ, B-ც შექმნილი გვაქვს და A-ს პლუს B გამოდის 10 პლუს 20, 30 და შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც არის E და E არის F-ს პლუს D. F-ი აქ ზევით ცვლადები არსად არა გვაქვს შექმნილი, ამ შემთხვევაში შეცდომას ამოაგდებს და ამიტომ აქ ბოლოში უნდა მივიღოთ შევეცდოთ 10, 20, 20, 30 უნდა იყოს, ხო? 10, 20, 20, 30 და შემდეგ აქ უნდა მივიღოთ 80. ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ F-ი უდრის 50-ს, რადგან ვიცით, რომ D არის 30 და I უნდა გახდეს 50 პლუს 30, ანუ 80. Runs დავაჭიროთ, კი ბატონო, დაგვიბეჭდა, checks დავაჭიროთ, ჩაგვითვალა, submit continuous დავაჭიროთ და გადავიდით შემდეგ დავალებაზე და ესეც დავასრულეთ, badge-იც მოგცა, continuous დავაჭირეთ და გადავალთ უკვე მეორე unit-ის მესამე ქვეთავზე.